მოგესალმებით, მე ვარ გიორგი კვასალია, წარმოგიდგენს ბიბლიური ფასეულობების კურსს. დღევანდელი ჩვენი საუბრის სათაური იქნება ჭეშმარიტი რწმენა და ქრისტიანული ეთიკის საფუძვლები. სხვაგვარად რო ვთქვათ, უნდა ვისაუბროთ რაღაცა ისეთზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქცევის მორალურ კრიტერიუმებს. აი, უნდა გავსაზღვროთ ეს მორალური კრიტერიუმები რა არის და შესაბამისად ქრისტიანული რწმენა აი ამ ფონზე უნდა განვიხილოთ. ახლა თავისთავად ცხადია თვითონ ტერმინი სათაური ჩვენი დღევანდელი ლექციისა ქრისტიანული ეთიკა ცოტა არ იყოს ხელოვნურია. წმინდა მამათა ლიტერატურაში რომ ისინი ცალკე რაღაც ქრისტიანულ ეთიკაზე საუბრობდნენ, ასეთი რაღაცა არ არსებობს, მაგრამ არის თანამედროვე პერიოდში მცდელობა ცალკე სივრცედ გამოიყოს რაღაცა ეთიკის შესახებ საუბარი, თქვათ ადამიანის შესახებ საუბარი, ქრისტიანული ანთროპოლოგია რაც არის, ხომ ცალკე ადამიანის შესახებ საუბრობენ წმინდა მამები, საუბრობენ მთლიანად ღმერთთან მიმართებაში, ერთეოლოგიურ სივრცეშია მოაზრებული აი ეს თემები, მაგრამ რადგან თანამედროვე კითხვისათვის, თანამედროვე მსმენელისათვის მისაღები ხდება უკვე რაღაცა გამოყოფილად ამ სივრცის განხილვა, ამიტომაც ჩვენც მოვუქცევთ გვერდს ამას და ჩვენც ახასნაირად ვისაუბროთ ქცევის იმ მორალურ კრიტერიუმებზე, რომელიც ქრისტიანულ რელიგიაში არის ნიშნეული. თვითონ სიტყვა ეთიკა ბერძნული წარმომავლობისა ის ნიშნავს ჩვევას, ჩვეულებას, რომელიც გამოხატავს ზნეობრივ მწამს. აი ამ განმარტების მეორე ნაწილია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყოფილა რაღაცა ესეთი ჩვეულება, რომელიც ზნეობრივი მწამსის გამომხატველია, აი მაგალითად ჩვევა, რომელიც შეიძლება მე მქონდეს ბუნებრივი მოთხოვნილებების შედეგად. ჩვენ საუბრობდით ერთ-ერთ შეხვედრაზე ორი ნების შესახებ, გნომური ნების შესახებ და გრავიტაციული ნების შესახებ. ეს მეორე ბუნების, ეს გრავიტაციული ბუნების ნებელობას წარმოადგენს, გნომური პიროვნული ნებელობა, გონისმიერი ნებელობა და სწორედ ეს გრავიტაციული ნებელობა არ წარმოშობს არანაირ, ასე ვთქვათ, უარყოფით დამოკიდებულებას, ბუნებას აქვს თავისი მოთხოვნა, ის შეიძლება დაიღალოს, მოწყურდეს, მოშივდეს, ეტკინოს და ასე შემდგომ, ეს ბუნებრივი მდგომარეობა, ბუნებრივი მოვლენებია, მაგრამ უკვე გნომური ნება, როდესაც ერთვება მოქმედებაში, აი სწორედ აქ არის გადამწყვეტი მომენტი, რამდენად მართავს ის ამ პროცესებს, ხომ? არა, რაღაცა ჩვეულება, რომელიც ბუნებრივი მოთხოვნილებების ყოლობაზე წარმოუჩნდა ადამიანს, ყურვილის შედეგად წყლის დალევის ჩვევა თუ ტკივილის შედეგად ამტკივნეული რაღაცა უბნის დამუშავების ჩვევა. არა, ეს არის ის ჩვევა, რომელიც ზნეობრივ მწამს გამოხატავს, ანუ რომელიც ჩდება ადამიანში რაღაცა იძულების შედეგად. ეს არის ჩვევა, რომელიც ადამიანს გამოუმუშავდა თავის თავზე მუშაობის შედეგად, ხო? ჩამოუყალიბდა რაღაცა კრიტერიუმები, ქცევის რაღაც ორიენტირები და აი ამ ორიენტირებს მიყვება ის და აი ამ ორიენტირებით სარგებლობს ის. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ეთიკაზე გვაქვს საუბარი გვაქვს იმ ჩვევაზე, რომელიც თავის თავზე მუშაობის შედეგად შეიძლება წარმოიშვას ადამიანში. ახლა ჩვენ გავიხსენოთ ის, რასაც საუბრობდით ადრე და ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ როგორი არსება ადამიანი. ადამიანი თავისთავად ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე უკვე, რომ ეს არის სუსტი არსება და მის სისუსტეს უნდა ფარავდეს საღვთო ძლიერება, საღვთო მადლის მოქმედება, სწორედ ის არის, რომელიც ადამიანის სისუსტეს ამოავსებს და ადამიანს ძალებს ანიჭებს გამარჯვებისა, ძლევისა, წინსვლისა და საბოლოოდ თავისთავად ცხადია განხრთობისა და შესაბამისად ეს ჩვეულება, ეს ეთიკური ნორმები, მორალური ორიენტირები მოქმედებისა ადამიანის თავის თავზე მუშაობის შედეგად, რომ მართებული მხრივ იყოს წარმართებული, თავისთავად ცხადია ამ მუშაობაში, აი ამ თავის თავზე მუშაობაში უნდა წარმოვიდგინოთ არა მარტო ადამიანური ძალები, არამედ ის მადლი, ის შეწევნა, ის ძალა, რომელიც ღმერთისაგან მოდის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს მართებული მორალური ორიენტირები გააჩნდეს. მეორე მხრივ, მისი ეთიკური პრინციპები დაზიანებული იქნება და რისი არაერთი გამოხატულებაც ყოფილა ზოგადად ადამიანის ისტორიაში. ახლა შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეთიკა არის ფილოსოფიური მეცნიერება, რომელიც ეყრდნობა მორალს, როგორც საზოგადოებრივი შემეცნების ფორმას. აი ანტიკურ აზროვნებაში ეთიკა ფილოსოფიასა და სამართალთან იყო შერწყმული, რაც ადამიანის როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე
ფიზიკურ ჰიგიენაზე ქადაგებდა. ცალკე მეცნიერულ დისციპლინად ის არისტოტელემ გამოყო და ფსიქოლოგიასა და პოლიტიკას შორის მოათავსა და ამით გარკვეულწილად ამ ეთიკურ მოძღვრებას, ცალკე აღებული ეთიკურ სივრცეს გარკვეული ავტონომიზება მისცა ამ მეცნიერებებს შორის. ახლა შუა საუკუნეების ეპოქაში ეთიკა ღვთისმეტყველებასთან გვერდიგვერდ იდგა და ამ ეპოქის ეთიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი თომა აკვინელი მიიჩნევდა, რომ ღმერთი ადამიანზე მოქმედებს არა როგორც დიქტატორი, მოძალადე, რომელიც მისი დადგენილებების აღსრულებას მოითხოვს, არამედ როგორც შთამაგონებელი მისი თავისუფალი ნების მართებული გზისაკენ მისამართავად. ეს ხდება ადამიანისა და ღმერთის თანამოქმედების შედეგად, ანუ ნორმალური მართებული ეთიკური ნორმა ამ შემთხვევაში შეიძლება იქნას შემოყალიბებული ადამიანში. ეს ყველაფერი გასაგებია ამის შესახებ ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, მაგრამ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ის, რაც ხდება უკვე შემდეგ. ეს არის აღორძინების ხანის ჰუმანიზმი, რომელიც ეთიკას დააშორებს ღვთისმეტყველებას და ის მკაცრად ინდივიდუალური გახდება. ყურადღება ჩვენ ერთ ძალიან საინტერესო მომენტს უნდა მივაქციოთ. დავაკვირდით, რომ რენესანსის ეპოქამდე განსაკუთრებით თავის დავაცხადია ჩვენ რენესანსს როგორც საოცარი ხელოვნების და კულტურის მომცემ სივრცეს არ ვეხებით, ამ წუთებში ვეხებით როგორც სააზროვნო სივრცეს, ამიტომ რენესანსულ ჰუმანურობაზე გავაკეთებთ აქცენტს და აი სწორედ ამ ეპოქაში იწყება საოცარი მოძრაობა, უბრალოდ აი შეჯამებულად რო ვთქვა და დეტალებს არ შევეხოთ, მიდის საზოგადოება საოცარ გადაწყვეტილებამდე, რომ ადამიანი არის ის დიადი მოვლენა, რომელიც ყოვლიერების ცენტრში უნდა იდგეს. რა თქვა ახალი ამით რენესანსულმა ეპოქამ? თავისთავად ცხადია ერთი შეხედვით არაფერი, რადგან ადამიანი სამყაროს ცენტრში ქრისტიანობას თავის დროზე მოქცეული ყავდა და მთელი მისი მოძღვრება სწორედ ამ ადამიანის, ამ შემოქმედების გვირგვინის, ბედნიერების, სამომავლო განხრობის შესახებ ჰქონდა საუბარი, მაგრამ რენესანსულ ეპოქაში დაწყებული აი ეს მოძრაობა თავის თავში უკვე გულისხმობს ადამიანის ცენტრში მყოფობას, მაგრამ ავტონომიური ნიშნით. თუკი ქრისტიანობა ადამიანს ცენტრში აყენებს და ის საოცრება და სიდიადით მიაჩნია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მასთან ერთად არის ღმერთი, უკვე რენესანსული ხანის დროს იწყება ადამიანის ღმერთისაგან ავტონომიზირების პროცესი და ხდება ისე, რომ ადამიანი თავისთავად არის სიდიადე, თავისთავად არის საოცრება, თავისთავად არის მშვენიერება, აი ღმერთთან ერთობის გარეშეც. თვითონ ადამიანის კულტი ჩნდება მთელი თავისი სიდიადით და დავაკვირდეთ იმას, რომ აი ამ დროს, აი ამ მოძრაობის დროს ღმერთი უარყოფილი კი არ არის. ჩვენ რაღაც შედეგათიც კი არა გვაქვს, რომ სიტყვაზე ვთქვათ ათეისტური სრული ამაოება ისმოდეს სააზროვნო წრეებში. არა, უბრალოდ აქ საუბარია ცალკე გამოყოფილ ადამიანზე, ღმერთისაგან ავტონომიზირებულ ადამიანზე. ამ შემთხვევაში ღმერთი პერიფერიაშია გადატანილი და ადამიანი ცენტრშია დარჩენილი. იმ დროს, როდესაც ქრისტიანობის დროს ცენტრში იყო ღმერთის და ადამიანიც. ანუ ადამიანი ღმერთთან ერთად იყო ცენტრში. აი რენესანსიდან უკვე იწყება ეს დაშორიშორება, ღმერთი გადადის პერიფერიისკენ და ადამიანი ასე ავტონომიზირებულად რჩება ცენტრში. აი სწორედ ეს იწვევს ახლა ჩვენი საუბრის თემა არ არის, თორე აი ეს ღმერთისაგან ადამიანის დაშორების პროცესი, რომელიც აი ამ დროს დაიწყო. ადამიანის ასე სულ უფრო გამიჯვნა ღმერთისაგან, გამოიწვევს იმ მთელ რიგ უარყოფის პროცესებს, რომელიც დაფიქსირდება კაცობრიობის ისტორიაში და რომლის აბსოლუტურად ლოგიკური, თქო, საფეხური იქნება ათეიზმი, როდესაც საერთოდ ადამიანი ღმერთისაგან არა დაშორებულად, არა ავტონომიზირებულად, არამედ საერთოდ უღმერთოდ უნდა იყოს წარმოდგენილი და ღმერთის უარყოფის დეტალი შემოვა. რატო ვამბობთ ამას ჩვენთვის, ჩვენი თემისთვის რატომ არის საინტერესო? აი სწორედ აი ამ მომენტიდან, როდესაც ღმერთისა და ადამიანის ერთმანეთისაგან დაშორიშორება ხდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ღმერთის უარყოფა ესევე მომენტალურად რაღაცა მოულოდნელად არ ხდება, ღმერთის უარყოფას წინ ყოველთვის რაღაცა პროცესი მიუძღვის. შეიძლება გაცნობიერებული, შეიძლება გაუთვითცნობიერებელი, მაგრამ რაღაცა პროცესი უძღვის ყოველთვის წინ. და შედეგი არის სწორედ ის, რომ ხდება ადამიანის მიერ უმძიმესი და ტრაგიკული გადაწყვეტილების მიღება, ღმერთის უარყოფა
და ეს არის შედეგი რეზიუმირება აზროვნების იმ ფორმისა, ცხოვრების იმ წესისა, როგორი ფორმითაც ის აზროვნებდა და როგორც ის ცხოვრობდა. ურწმუნოება ეს არ არის უციდან ჩამოვარდნილი, ახიდან მოწყობილი მოულოდნელი ნაყოფი, ის არის შედეგი კონკრეტული მდგომარეობისა. ამიტომაც ამას მივაქციეთ ყურადღება, სწორედ რომ აქ როდესაც დაიწყო ადამიანისა და ღმერთის ერთმანეთისაგან დაშორება, ავტონომიზირება, არა ღმერთის უარყოფა, არამედ დაშორება. ამ ანალოგიკურად მიგვიყვანა შემდგომ ღმერთის უარყოფასთან, მაგრამ ჩვენთვის კიდევ მეორე ეთიკური ნიშნით ეს რით არის საინტერესო, იმით არის საინტერესო მეგობრებო, რომ როდესაც ავტონომიზირება ხდება ადამიანისა, ეთიკა უკვე ხდება ინდივიდუალური. მორალის კრიტერიუმად პირადი ინტერესები ხდება დასახული, ხოლო ადამიანთა შორის ურთიერთობა პირად სარგებელს დაეფუძნება. აი ამ დროს სხვაგვარი ტკბობისადმი სწრაფვა დასახულია ადამიანის ბუნებრივ მიზნად. სხვაგვარად რო ვთქვათ, თუ კი აქამდე ადამიანისათვის მიცემულია რა არის კარგი და რა არის ცუდი, ადამიანისთვის გაზომილია, აი ეს საზომები წარმოდგენილია თავიდანვე, საზომები მიცემულია ადამიანისათვის. აი ამის შემდგომ იწყება სწორედ აი ეს პროცესი, რომ მორალის კრიტერიუმი ხდება არა ის, რაც კარგია, არამედ ის, რაც ინდივიდს პიროვნებას მიაჩნია სიკარგეთ. შეთანხმებული რაღაც გაზიარებული ღირებულებათა სისტემის რღვევა იწყება და პირადი შეხედულებების მიხედვით სიკარგისა და სიცოცხლის არჩევა. აი ყურადღება მივაქციოთ ადამიანის მოდგმის მტრის შემოთავაზება ყოველთვის როგორ მიდის დანაწევრებისაკენ, დაყოფისაკენ, გახლიჩისაკენ, უთანხმოებისაკენ და ასე შემდგომ და ასე შემდგომ, ხო? გავიხსენოთ, რომ როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის მოათავსა სამოთხის უშინაგანეს ნაწილში, ედემის ბაღში. სხვაგვარად რო ვთქვათ, ადამიანი როდესაც იქმნება, მას მოსაპოვებელი კი არა აქვს სამოთხე, მას მოპოვებული აქვს უკვე სამოთხე. ის სამოთხის მიღმა კი არ დგება და რაღაცა წესები კი არ მიეცემა და ღმერთი კი არ ეტყვის, რომ ამ წესებს თუ შეასრულებ, შენ სამოთხეში შეხვალ, არა. თავიდანვე სამოთხეში იწყებს ცხოვრებას, მის უშინაგანეს ნაწილში იწყებს ცხოვრებას. და ამით ძალიან მნიშვნელოვანია იმისი აღნიშვნა, რომ ღმერთი ადამიანს აძლევს სიკარგისა და სიცოცხლის კრიტერიუმებს. რა არის კარგი, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის მთავარი, რა არის ჭეშმარიტება, ამას ადამიანი სამოთხეში არ ეძიებს. ადამიანს სამოთხეში ევალება სწორედ ამ მოცემულობის წყაროსაკენ სვლა. არა ჭეშმარიტების ძიება, არამედ ჭეშმარიტების წყაროსაკენ სვლა და თავად ამ ჭეშმარიტებასთან შეხვედრა, ხო? მათ ხო არ ბრძანებს თავად, რომ ის არის გზა, ის არის სიცოცხლე, ხო, ის არის ჭეშმარიტება. აი ამ ჭეშმარიტებასთან მისვლა, ამ ჭეშმარიტებასთან შეხვედრა. არა ამ ჭეშმარიტების ძიება, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ადამიანი რაღაცნაირად გზა გასაყარზე დგას და არ იცის, ახლა ჭეშმარიტება მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ იქნება, არა. ადამა ზუსტად იცის ეს ჭეშმარიტება, სადაც უნდა იყოს, ამ მიმართულებითაც უნდა იყოს და ამ მიმართულებით მიდის სწორედ. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ აი სამოთხეში მყოფ ადამიანზე, ყურადღებას ვაქცევთ სწორედ ამ დეტალს. არ შეიძლება ჭეშმარიტება იყოს განსაზღვრული ადამიანის მიერ. ადამიანმა არ იცის რა არის ჭეშმარიტება, ადამიანისათვის ის უნდა იყოს მიცემული. სხვაგვარად რო ვთქვათ, ადამიანისათვის თავიდანვე მიცემულია რა არის სიკარგე, რა არის სიკარგის საზომი. და აი ამით უნდა ზომავდეს, აი ერთი ადამიანი ამტკიცებს რაღაცას, მეორეც ამტკიცებს რაღაცას, ურთიერთსაწინააღმდეგო რამეს ამტკიცებენ, ერთი და იგივე თემის შესახებ საუბრობენ და ურთიერთსაწინააღმდეგო რამეს ამტკიცებენ, ხო? რა არის მათი мотиваცია? თავისთავად ცხადია, ეს არის ერთადერთი რამე, ორივე ფიქრობს, რომ მართალია. ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ კი არ საუბრობენ მარტო, არა საუბრობენ იმ პოზიციიდან, იმ мотиваციით, რომ ერთიც ფიქრობს მართალია და მეორეც ფიქრობს მართალია. და როგორ უნდა მოხდეს გარკვევა იმისა, რომელია მართალი. როგორ შეიძლება ორივე მართალი იყოს ერთი და იგივე თემის საწინააღმდეგო აზრის წარმოთქმისას. ან ერთი უნდა იყოს ჭეშმარიტება, ან მეორე უნდა იყოს ჭეშმარიტება, ხო? გულისხმობთ იმას, რომ ორიდან ერთი მართალია და ამ შემთხვევაში. აი უკვე იმ პერიოდში, როდესაც ეთიკა შორდება ღვთისმეტყველებას და ინდივიდუალური ხდება, ორივე შეიძლება მართალი აღმოჩნდეს აი ამ შეხედულებით. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. გზა ერთია, ჭეშმარიტება ერთია, ღმერთი ერთია. ამ ერთ სივრცეშია მოსაქცევი ყველაფერი, სიკარგე ერთია, არ შეიძლება
ერთი და იგივე რამე კარგიც იყოს და ცუდიც იყოს. არ შეიძლება ცუდიც და კარგიც ორივე სიკარგედ იყოს გაგებული. მას თავისი სახელები ქვია აუცილებლად და შესაბამისად, როდესაც ამ თემაზე გვაქვს საუბარი, ყურადღებას ვაქცევთ სწორედ იმას, რომ ადამიანმა უკვე ღმერთ ჩამოართვა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში რო ავიღოთ ეს სიტყვა, პრეროგატივა განუსაზღვროს მას რა არის ჭეშმარიტება და ადამიანი ქედმაღლურად პასუხობს ღმერთს. მან თვითონ იცის, თვითონ მონახავს, თვითონ დაადგენს რა არის ჭეშმარიტება. თითქოს და მეორდება პილატეს შეკითხვა ქრისტესადმი რა არის ჭეშმარიტება და ეს შეკითხვა გახსოვთ პილატესათვის პასუხს არ საჭიროებს, ის სვავს ამ კითხვას არა იმიტომ რომ აინტერესებს რა არის ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ ნიჰილისტური დამოკიდებულების წარმოდგენა. ჭეშმარიტებისადმი ის იესოსთან საუბრის გაგრძელებას არც აპირებს, მას სულ სხვა პრობლემები აქვს გარეთ პრეტორიუმში მოსაგვარებელი. ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ როდესაც ეთიკური ნორმა, ქცევის მორალური კრიტერიუმი ასეთი ინდივიდუალური და ადამიანის მიერ გადასაწყვეტი ხდება, თავისთავად ცხადია თავისი სისუსტის გამო, ცოდვისაკენ თავისი მიდრეკილების გამო ეს ნიშნული თავისთავად ცხადია ვერ იქნება მართებული. აი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისი გააზრება, რომ ადამიანის სისუსტეს უნდა ავსებდეს საღვთო ძლიერება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჭეშმარიტების განსაზღვრაზე, საზომის განსაზღვრაზე, საზომზე, რომელიც ადამიანს ღმერთისაგან აქვს მიცემული და მხოლოდ ამის იზომება რა არის სიკარგე და რა არის სიცუდე. აი როდესაც რაღაცა გადაწყვეტილების მიღება მინდა, როგორ უნდა გავიგო ეს გადაწყვეტილება კარგია თუ ცუდია. რითი უნდა გავზომო, რა პარამეტრებით უნდა შევაფასო სიკარგე და სიცუდე. მე ეს პარამეტრები მაქვს, მაცხოვარმა მითხრა, მოსულმა ღმერთმა მითხრა, მე ვარ ჭეშმარიტება. ანუ ჭეშმარიტება, სინამდვილე, სიკარგი არის იქ, სადაც არის ქრისტე. და მე მაქვს ეს საზომი, ეს არის იესო ნაზარეველი, განკაცებული ღმერთი. მე შემიძლია ამით გავზომო სწორედ ამ ჩემო ქმედებაში თუ კი ვხედავ ქრისტეს სწავლებისადმი შესაბამისობას, 60 კილო მუძღვრებისადმი შესაბამისობას, ეს სიკარგე ყოფილა. თუ ამ ჩემს მოქმედებაში მსგავს რამეს ვერ ვხედავ, ესე იგი ეს სიცუდე ყოფილა. სხვაგვარად რო ვთქვათ, მე მაქვს მოცემული საზომი, მე კი არ მაქვს არჩეული ეს საზომი, არა. მოცემული საზომით ვსარგებლობ. მაგრამ სამწუხარო მდგომარეობა მაშინაა, როდესაც ადამიანი საკუთარი საზომით იწყებს ზომბას, სიკარგისა და სიცუდის გარჩევას. თქვენი ყურადღება რას მინდა მივაქციო ახლა? მინდა მივაქციო იმას, რომ სწორედ აქედან მომდინარე, სწორედ აქედან წამოსული ძალიან მძიმე მდგომარეობა ჩდება ადამიანის სააზროვნო სისტემაში და ადამიანი, რომელიც თვითონ ირჩევს ქცევის მორალურ კრიტერიუმებს, საშინელ შედეგებამდე მიდის. აი გვახსენდება მაგალითად მაკიაველი, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ პოლიტიკის საფუძველი სარგებელი და ძალაა. რომ პოლიტიკაში ძალას უნდა ეყრდნობოდე და არა მორალს. მორალზე შეგიძლია უარი თქვა დათელი მიზნებისათვის. ეს გააზრებულად არის დათქვამი მაკიაველისაგან და აბსოლუტურად გააზრებულად არის მიღებული იმ საზოგადოების მიერ, რომელიც მისი მსმენელი და მიმდევარი გახდა ცხოთაშორის დღევანდელ დღემდე. ამიტომაც, როდესაც ვსაუბრობთ, აი რა არის კარგი და რა არის ცუდი, თავიდანვე უნდა ვთქვათ, კარგი არის არა ის, რაც მე მგონია კარგი, არამედ ის, რაზეც ღმერთმა მითხრა, რომ ეს არის კარგი. ჩემთვის საზომი არის ის, რასაც იძლევა ღმერთი, რასაც იძლევა გამოცხადება. ღმერთი ეუბნება ისრაელს ასეთ რამეს, იყავით თქვენ წმინდა, როგორი წმინდაც ვარ მე. მსგავს ცნებას იმეორებს ჩვენი მაცხოვარიც, როდესაც გვეუბნება ასეთ სიტყვებს, იყავით თქვენ სულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა ის სულ არს. მოდი ახლა, აი ეს წინადადება, იყავით თქვენ წმინდა, როგორი წმინდაც ვარ მე, როცა ღმერთი ეუბნება ისრაელს და მაცხოვარი იმეორებს მის პერიფრაზება, ანუ შინაარსობრივ გამეორებას თავაზობს მისას. იყავით თქვენ სულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა ის სულ არს. აი ეს წინადადება დავყოთ ორ ნაწილად. იყავით თქვენ წმინდა და აქ დავსვათ წერტილი. აი როგორი წმინდაც ვარ მე, ერთი წუთით ეს არ წავიკითხოთ. აი მაცხოვარი როცა ამბობს, ხო? იყავით თქვენ სრულ და წერტილი დავსვათ აქ. ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა ის სულ არს, აი ეს მეორე ნაწილი არ წავიკითხოთ. რას მივიღებთ? შედეგი რა იქნება, დავაკვირდეთ?
იყავით თქვენ წმინდა და აი აქ თუა წერტილი. მაშინ ღმერთი ადამიანს ეუბნება, შენ იყავი წმინდა და მე არ განგიბარტავ შენ რა არის სიწმინდე. ანუ ღმერთი არ იძლევა სიწმინდის განმარტებას ამ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ აქ დავსვავთ ის წერტილს. იყავი თქვენ სრულ და მაცხოვარი აქ რო გაჩერებულიყო. ამით ესე იგი მაცხოვარი არ განგვიმარტავდა ჩვენ რა არის სისრული. და აი ამის გააზრებას, ამის განმარტებას, ამის გაზომვას მოგვანდობდა ადამიანებს. და გვეტყოდა რომ აი იყავი თქვენ წმინდა და აქ რო გაჩერებულიყო ღმერთი ადამიანს აეძლევა უკვე საშუალება შენ რაც მიგაჩნია სიწმინდეთ აი ისეთი იყავი. მაგრამ არა, სწორედ რო არა. აქ მძიმეა დასმული, აქ არ წყდება წინადადება, იყავი თქვენ წმინდა, როგორი წმინდაც ვარ მე, როდი შეიძლება ადამიანი გახდეს ღმერთივი წმინდა. იყავი თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა ესრულას, როდი შეიძლება ადამიანი გახდეს ზეციერი მამასავით სრული. პასუხი არის მარტივი, ვერასდროს. მაშინ რა არის ეს უტოპიური განცხადებაა? რაღაცა ისეთი გითხრა ჩვენ მაცხოვარმა რომლის აღსრულება წარმოუდგენელია? არამც და არამც ეს ცნება აი ეს სწავლება ღმერთისაგან წარმოდგენილი. სწორედ ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული. რა კონტექსტში? იმ კონტექსტში რომ ღმერთი მეუბნება არა იმას რომ იყავი წმინდა და ესი წმინდა შენ თვითონ განსაზღვრე როგორია ასეთია თუ ისეთი არა. როცა გვეუბნება რომ ჩემსავი წმინდა იყავი ჩვენ ამ სიწმინდის კრიტერიუმზე მიგვითითებს. ამ სიწმინდის საზომზე მიგვითითებს. შენ როგორია სიწმინდე ასეთი კი არ უნდა იყო. მე რო გეუბნები რა არის წმინდა, აი ასეთი წმინდა უნდა იყო. სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს არის არა უტოპიური განცხადება, არამედ ეს არის ადამიანისათვის საზომის მიცემა, რომ აი შენ სწორედ აი ამით უნდა გაზომო, რა არის სიწმინდე, რა არის სიკარგე და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. როგორც კი ადამიანი ავტონომიზირებას იწყებს აი ამისაგან და იწყებს თავისი კრიტერიუმებით სიკარგესა და სიცოცხლის გაზომას, რა მოსდის ადამიანს, ისაც მოვიდა ადამიანს. გავიხსენოთ ადამი რას აკეთებს სამოთხეში. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტია, ჩვენ თავის დროზე ამაზე კი ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ ამას. რას აკეთებს ადამი სამოთხეში? ადამი სამოთხეში, როდესაც აკრძალულ ნაყოფს ჭამს, გავიხსენოთ, რომ ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ღმერთს დაუპირისპირდეს. ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ღმერთი უარყოს. ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ღმერთს ზურგი შეაქციოს. არამც და არამც. ამას აკეთებს იმიტომ, რომ გახდეს ღმერთებივით. ამას აკეთებს იმიტომ, რომ მიაღწიოს გაღრთობის მიზანს, ანუ ღმერთთან მისვლის გამო აკეთებს ამას და არა ღმერთთან დაცილების გამო. ტრაგედია რაშია? ტრაგედია იმაშია, რომ საზომი, რომელიც ჰქონდა ადამიანს აქამდე და ამ საზომის მიხედვით ადამა იცოდა, რომ ამ ნაყოფის ჭამა სიცუდია, ხოლო ამ ნაყოფის ჭამისაგან თავის შეკავება სიკარგია, აი ეს საზომი შეცვალა. ეს საზომი ღმერთისაგანაა ადამიანს მიცემული. ადამა ღმერთისაგან იცის, რომ ამის გაკეთება კარგია და ამის გაკეთება ცუდია. ამით ზომავს ადამი, ამით აზროვნებს ადამი. ამით ხელმძღვანელობს მისი ქცევის მორალური კრიტერიუმი, ასე ვთქვათ, სწორედ ღმერთისაგან არის განსაზღვრული, მაგრამ აი იმ დროს, როდესაც ეს აკრძალულ ნაყოფს იხებს, ადამი ხელმძღვანელობს არა იმ საზომით, რა საზომით მისცა ღმერთმა, არამედ იმ საზომით, რა საზომით შეუქმნა მას გველმა. აღმოჩნდა, რომ ღმერთისაგან მიღებული საზომით აი ამ აკრძალული ნაყოფის ჭამა სიცუდია, მაგრამ გველისაგან მიღებული საზომით ამ ნაყოფის მიღება სიკარგია. აი ამას მიმოქციოთ ყურადღება, მეგობრებო, რომ აი აქ ადამიანს დაეკარგა სწორედ აი ეს მორალური ორიენტირი, ქცევის ეს მართებული მიმართულება. რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს მართებულად? რა არის ის მიმართულება, რომელიც ღმერთთან მიიყვანს? იდეა ორივე შემთხვევაში ერთია, იდეა ორივე შემთხვევაში ნათელია, მაგრამ ერთი მიმართულება ღვთაებრივია და სასიკეთო, მეორე მიმართულება არ არის ღვთაებრივი და არ არის სასიკეთო. აი რაც არ არის სასიკეთო, იმას სასიკეთოდ მიიღებს ადამი. ეს არის ადამიანის ტრაგედია. მეორენაირად ვთქვათ, რა მოუვა ადამიანს? თავის დროზე ჩვენ ამის შესახებ საუბრობდით, მაგრამ მინდა კიდე გავიმეორო და წმინდა გრიგოლ ნოსელის ეს ტერმინი შემოვიტანო ჩვენთან საუბრისას, რომ ადამი გაეხვევა ილუზიაში. ადამი მოექცევა ილუზიაში. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები. სცად ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მან განგათავისუფლო თქვენ. რისგან უნდა გაგვანთავისუფლოთ ჩვენ ჭეშმარიტება? მაცხოვარს არ მოუტანია პოლიტიკური სწავლება,
მაცხოვარს არ მოუტანია სოციალური სწავლება, კი ბევრი ხედავს ამას და ბევრს უნდა ეს ასე წარმოაჩინოს, რომ მისი ეკლესია რაღაც სოციალური ორგანიზაცია, ან მისი ეკლესია რაღაც პოლიტიკურ ოფისად უნდა იქცეს, რაც ყოვლად წარმოუდგენელია და ყოვლად მიუღებელია. მაცხოვარმა მოიტანა ერთადერთი სწავლება ხსნის შესახებ და თავად იხსნა კაცობრიობა. და როდესაც ის თავისუფლებაზე გვესაუბრება ერთადერთ თავისუფლებაზე, სულიერ თავისუფლებაზე. თავისუფლებაზე რისგან? აი სწორედ ამისგან, თავისუფლება ილუზიისაგან. საჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მაგან თავისუფლოთ თქვენ. საზომს დაგიბრუნებთ, რა არის ნამდვილად კარგი, ამას დაგანახებთ და რა არის ილუზორულად მოჩვენებითად კარგი, ამას დაგანახებთ და შესაბამისად თქვენი არჩევანი იქნება მართებული. აი ამას გვეუბნება მაცხოვარი. ამიტომ როდესაც რენესანსული ჰუმანიზმის პერიოდიდან უკვე ავტონომიზირებული ხდება, ინდივიდუალური გადასაწყვეტი ხდება, რა არის სიკარგე და რა არის სიცუდე, მივდივართ იმ ტრაგედიამდე, რომელ ტრაგედიამდე კაცობრიობა მივიდა და კაცობრიობის ისტორიას ეს კარგად აქვს დადასტურებული. ახლა ჩვენ კიდევ ერთ ასეთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ გადავხედოთ ისტორიას, წმინდა წერილის ისტორიას, ხო? რამდენი მოწოდებაც იყო ღმერთთან შეხვედრისა, იმდენი ზნეობრივი წამსი იყო წარმოდგენილი ამა თუ იმ ცივილიზაციაში, ამა თუ ერში. ისრაელში, როგორ თქვით, იყო საზომი, იყო მოწოდება, იყავი წმინდა, როგორი წმინდაც ვარ მე. ეს საზომი სხვა საზომით არის მეზობელ ტომთან მოცემული, რომელსაც თავისი ღმერთი ყავს და იმ ღმერთს თავისი სიწმინდი აქვს. და აი, როდესაც ისრაელი დგას კეთილთაყვანისმცემლობის ზღვარზე, ის სინამდვილეში დგას სწორედ აი ამ ცხოვრების, ქცევის მორალური კრიტერიუმების არჩევის დილების წინაშე. მისი ღმერთი ითხოვს სიწმინდეს და ეს სიწმინდი არის ასეთი, ხოლო მეზობელი ტომის, წარმართული ტომის ღმერთი თავისებურ სიწმინდეს ითხოვს და ის სიწმინდი არის ისეთი. იმ ღმერთისთვის დასაშვებია რაღაცა ისეთი, რაც დაუშვებელია ისრაელის ღმერთისათვის. ისრაელის ღმერთი ვერაზოს ვერ მიიღებს იმას, რასაც მიიღებს მეზობელი ტომის, წარმართული ტომის ღმერთი. როგორ ხდება გადასვლა? ჩვენ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, მეგობრებო, რომ კეთილთაყვანისმცემლობის შემოტანა ხდება სპონტანურად, რაღაცა სიტყვას ვთქვათ, ორშაბათ საღამოს დაიძინა ისრაელმა და სამშაბათ დილით რო გაიღვიძა, გადაწყვიტა, რომ ახლა რომელიმე კერპის თაყვანისცემა დაიწყოს. არა, თავისთავად ხადია ეს პროცესია, თაობათა შორის მიმდინარე პროცესია სხვათა შორის. და კეთილთაყვანისმცემლობაზე გადასვლა ხდება ეტაპობრივად, ნელ-ნელა და ეს აი მოდის თაობა, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდება კეთილთაყვანისმცემლობის წიაღში ისე, რომ ეს ეგონება სიკარგე. ამიტომაც აი პრობლემა არის არა ის, რომ კეთილთაყვანისმცემლობაში ჩავარდა ისრაელი. ამეთ პრობლემას უნდა ვეძებდეთ იქიდან, საიდან დაიწყო ისრაელმა კეთილთაყვანისმცემლობისაკენ სიარული. საიდან დაიწყო საზოგადოებამ გაუკუღმართებული აზროვნება. საიდან დაიწყო ადამიანმა ხედვა იქითკენ, იმ ილუზიისკენ, რომელი ილუზიაც მისთვის დამღუპელი იქნება. ის ბოლო შედეგია. აი ჩვენ ადამიანის დაცემის შესახებ რომ საუბრობდით, იქ აღვნიშნავდით სწორედ ამ დეტალს. გველი რაღაცა მომენტში გამოჩნდება, ღაზროვნებით აშლილობას გამოიწვევს და შემდგომ ის ასპარეზი აღარ არის. თავარი გააკეთა. დანარჩენი უკვე ავტომატური კანონზომიერებით განვითარდება ადამიანში და ადამიანი თვითონ გააკეთებს ის სიზაგლეს, რის გამოც აი მისი გონებრივი აშლილობა მოხდა, ხო? ამიტომაც აი ამ მენტალური აშლილობის მიზეზებზე უნდა იყოს კვლევა, ყურადღება მიმართული და არა მარტო მის შედეგებზე. აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კეთილთაყვანისმცემლობაზე, ამას თავისი საწყისი აქვს, თავისი მიზეზი აქვს და ეს მიზეზი გახლავს სწორედ ამაში, რომ რაღაცა მომენტში ისრაელი იწყებს კითხვის დასმას. ჩვენი ღმერთისათვის რომ ეს არის სიწმინდე და ჩვენი მეზობელი ღმერთებისთვის რომ სხვა რამეა სიწმინდე. ეს განსხვავებული სიწმინდეები, ეს განსხვავებული პარამეტრები, ეს განსხვავებული საზომები თავის თავში რას გულისხმობს? და ხედავენ, უყურებენ აი ამ თავის მეზობლებს და ხედავენ, რომ ისინი საკმაოდ წარმატებული, საკმაოდ განვითარებული, საკმაოდ ძლიერი, საკმაოდ დაწინაურებული სამეფოს წევრები არიან. და დროთა განმავლობაში, თაობათა განმავლობაში ისრაელიანთა შორის ჩნდება კითხვა, თუ კი
აი წარმართული ტომების უზნეო ცხოვრების მიუხედავად ისინი ასეთი ძლიერები არიან. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ძლიერები საიდუმლო არის არა ამ სიწმინდის დაცვაში, რადგან თუ სხვანაირად მოვიქცეოდით, ჩვენ ძლიერები ვიქნებოდით, რადგან ჩვენი მეზობლები ძლიერები არიან. რა საჭიროა ეს თავშეკავება? რა საჭიროა აი ამ საკუთარი თავის იძულება, რომ დადებითი კეთილი ჩვევები გქონდეს? იზნე და ის ჩვევები, რომელიც ჩვენ მეზობლებს აქვს, სულ არ უშლის ხელსო განვითარებული მდიდრები და წარმატებული იყვნენ და ძლიერები იყვნენ. და ისრაელში ჩნდება სურვილი, თაობათა შორის ჩნდება სურვილი, მიბაძონ მათ მეზობლებს და არა მიბაძონ საოცარ ადამიანებს, რომლებიც ისრაელში ცხოვრობდნენ და ღმერთთან ესეთი პირდაპირ ურთიერთობა, დაახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ჩნდება სურვილი ცხოვრების წესის შეცვლისას, ჩნდება სურვილი ქცევის მორალური კრიტერიუმების შეცვლისას, რატო? იმიტომ რომ დაცემული ცხოვრების ცხოვრება გაცილებით მარტივია და იოლია, ვიდრე ზნეობრივი ცხოვრების ცხოვრება. ამიტომაც, როდესაც კებთაყვალისწელობაზე გვაქვს საუბარი, მისი წინაპირობა გახლავს სწორედ აზროვნებაში საზომების შეცვლა. რაც ერთი თაობისათვის იყო მიუღებელი, ის მოდის თაობა და იმ თაობისათვის ის მისაღები ხდება. ხდება ფასეულობათა ცვლილება. ხდება საზომის პარამეტრების დამახინჯება, სხვანაირად ზომავს უკვე ის სხვა თაობა და სხვანაირად გაზომილი სხვა რეალობას აჩვენებს მას, სხვა ილუზიებს თავაზობს მას და სწორედ ეს ილუზორული სივრცეა, რომელიც ისრაელს ეპატიჟება კებთაყვალისწების სამყაროში. თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში ისრაელი და ბიბლიური თხრობა ისრაელზე ჩვენთვის არის მაგალითი, ამისათვის გვჭირდება ეს ჩვენ. და ჩვენს რეალობას უნდა შეუსადაგოთ ეს და ჩვენი რეალობიდან უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. თანამედროვე კებთაყვალისმცემლობა ხო არ გვეპატიჟება ილუზორულ ძლიერებაში, ილუზორულ განვითარებაში, რაღაცა წარმატებაში. სწორედ ეს ხო არ არის ის მიზეზი, რატომაც შეიძლება საზოგადოებამ უარი თქვას გაზიარებულ ღირებულებათა სისტემაზე, იმ ფასეულობებზე, რომელზეც იდგა ქართული ერთობა და რომლის გამოც შედარჩუნდა ეს ერთობა მიუხედავად ბევრი ისტორიული კატაკლიზმებისა. რამით ხო არ ვტყუდებით დღესაც ისე როგორც ვტყუდებოდით ადრე? რა არის ის საზომი, რა საზომითაც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ერთობა უნდა წარმოვადგინოთ და ერთად ვაშენოთ, ერთად შევეწინააღმდეგოთ, ერთად დავიცვათ. თუ ჩვენ არ შევთანხმდებით ერთად, ყველა ერთად რა არის კარგი და რა არის ცუდი და ცალ-ცალკე ჯგუფებს გვეგონება ზოგს სიკარგე ეს ეგონება, ზოგს სიკარგე ის ეგონება, მაგრამ ერთობა იქნება წარმოუდგენელი. ჩვენ ერთად უნდა შევთანხმდეთ ყველა რა არის კარგი, რას ნიშნავს სიკარგე, რითი გავზომოთ რა არის კარგი და რითი გავზომოთ რა არის ცუდი. და ისტორია და ის გამოცდილება, რომელ გამოცდილებაზე დგას ქართული ერთობა, პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ საზომის ერთადერთი კრიტერიუმი ეს არის გამოცხადებითი ჭეშმარიტება, რომელიც ამ ქვეყნად კაცობრიობას მოუტანა იესო ქრისტემ. სხვა საზომი ამ კულტურისათვის, სხვა საზომი ამ ერთობისათვის უბრალოდ არ არსებობს. ახლა, როდესაც ქრისტიანულ ეთიკაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ბევრი რამეა თავისთავად ცხადია, თემა საკმაოდ ფართოა, საკმაოდ ვრცელია და ყველაფერს ვერ შევეხებით ერთი შეხვედრის ფარგლებში. მაგრამ უნდა ყურადღება მივაქციოთ მაინც ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან მთავარს და ქრისტიანულ ეთიკაზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის არ არის შემოსაზღვრული ოდენ ქრისტიანული კრებულით. ქრისტიანული ეთიკა შეიძლება ითქვას, რომ არის ზოგად საკაცობრიო, რომელიც უშუალოდ ბიბლიურ მოძღვრებას ეფუძნება. ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გახლავთ იმ მოძღვრების შემოქმედი, რომელსაც მოკლედ სიყვარულის ეთიკა შეგვიძლია უწოდოთ. ქრისტიანული ეთიკა ერთმანეთს უკავშირებს სიყვარულსა და თავისუფლებას, ის თითეული ადამიანისაკენაა მიმართული და თავის თავში გულისხმობს დამოუკიდებელ არჩევანს, და ღვთისაგან დამოუკიდებელს, არამედ თავისუფალ არჩევანს და გაგვახსენდება ჩვენ სამოთხისეულის სივრცე, სადაც თავისუფლება და სიყვარული ეს არის ის, რომელიც ერთმანეთისაგან გამიჯნულად ვერ იქნება წარმოდგენილი. მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია უყვარდეს და ვისაც უყვარს, მხოლოდ ის შეიძლება იყოს თავისუფალი. ეს ორი ერთმანეთისაგან სრულიად გაუმიჯნავი რამ არის. აი, შეიდერი
პირდაპირ აღნიშნავდა, რომ ქრისტიანული ეთიკური სისტემა მიუთითებს ადამიანის ქცევის მორალურ ორიენტირებზე. მორალი კი განისაზღვრება როგორც სიკეთე, რომელიც წმინდა წერილს ეფუძნება. აი გვახსენდება ბიქია წინასწარმეტყველთა გვაქვშენ ასეთი სიტყვები, ხომ გაუწყა შენ ადამიანო, რა არის სიკეთე და რა სიტყავს შენ განუფალი, მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს. უწიწებით სიარულს უფლის წინაშე, ანუ თავარია სიყვარული, რომლიდანაც გამომდინარეობს ყოველი სიკეთე და მორალური ქცევა. ხან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქრისტიანული ეთიკის განსაზღვრელი არის ღმერთი და ეს ღმერთი არის სიყვარული და შესაბამისად ქრისტიანული ეთიკის განსაზღვრელი ყოფილა სიყვარული, ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეთიკური ქცევა ქრისტიანობაში პრინციპულად უკავშირდება ადამიანის ღმერთთან, როგორც სიყვარულთან შერთვის იდეას. ღმერთთან შერთვა მაცხოვრმა გამოგვიცხადა ჩვენ ვთქვათ ვენახისა და ვენახის რტოების მაგალითით, ხო? სწორედ ის რტო ხარობს, იმ რტოს გამოაქვს ნაყოფი, რომელიც ვენახს უკავშირდება, ხოლო მისგან მოწყვეტილი გასახმობა და შემდეგ დასაწვავად არის განწირული. ქრისტესთან ერთობა სული წმინდის მადლით აღესრულება, რომელიც მოქმედებს ეკლესიაში და აი რატომ არის აუცილებელი ეკლესია? აქ პიროვნული მადლმოსილება, ანუ ქრისტესთან პიროვნული ერთობა ხდება და არა სხვაგან და სხვა ადგილას, რაიმე სხვა მოქმედებით. ახლა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ იესო ქრისტე მოვიდა არა მარტო იმისათვის, რომ ადამიანი თავის სამეფოში შეეყვანა, არამედ იმისათვისაც, რომ ჩვენ ცხოვრებაში ჩამოეტანა თავისი სეციური სამეფო და ჩვენ ცხოვრებაში შემოეტანა ის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქრისტიანობა სწორედ და ქრისტიანული ექსკლუზივი სწორედ ეს გახლავთ, რომ ქრისტიანობას ადამიანი კი არ მიყავს სამოთხეში, არამედ სამოთხე მოყავს ადამიანში. სამოთხე ნაგები, სამოთხე დაგემოვნებული, ამ ქვეყნადვე სამოთხეში მყოფი ადამიანია, შემდგომ იმ ქვეყნაში, რომ სამოთხისეულ ნეტარებაში იწყებს ცხოვრებას. გარდაცვალების შემდგომ თავისთავადცხადია რაღაცა ეტაპი იწყება, თავისთავადცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი დასაწყისი, მისი აი ამ გზის დასაწყისი არის არა გარდაცვალების შემდგომ, არამედ გარდაცვალებამდე, მაშინ როდესაც ადამიანი ქრისტესთან ერთობისაკენ სავალ გზაზე იწყებს სიარულს. და მაცხოვრის ქადაგება და მაცხოვრის სწავლება, რომელიც მან მოიტანა ამ ქვეყნად და მოგცა ცხოვრებისა და ქცევის ის მორალური კრიტერიუმები, რომელიც სიყვარულს ეფუძნება, თვითონ სიყვარულის თემასთან გვაკავშირებს და ამოუწურავი თემა პირდაპირ შეიძლება ითქვას, მაინც ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ აი მაცხოვარი როდესაც ქადაგებს და თავის აი ამ სულიერ კანონებს იძლევა, ამ კანონების კრებული რაღაცა ასე ვთქვათ, აი ხატოვნად რო ვთქვათ, არა პირდაპირ გაგებით შემოკრება და სრული სახის წარმოდგენა ხდება მის სწავლებაში ცხრა ნეტარებასთან დაკავშირებით და აი თუ დავაკვირდებით ამ ნეტარებებს, თუ წავიკითხავთ ყურადღებით ამ ნეტარებებს, ვნახავთ საოცარ რამეს, რომ აი ეს ნეტარებები არის რაღაცა ის მოწოდება, რაღაცა ის კრიტერიუმები, რომელიც მაინც და მაინც ამქვეყნიური არ არის. აი, რომ დავაკვირდეთ, რას გვეუბნება ეს ნეტარებები, ხო? ნეტარი რაც ნიშნავს ბედნიერება, ხო? ნეტარი იყვნენ, ბედნიერი იყვნენ, მარადიულ სიხარულში იყვნენ, ვინ? რომ ნეტარი იყვნენ გლახაკნის სულითა, ნეტარი იყვნენ გლოვარენი, ნეტარი იყვნენ შვიდნი, ხო? ნეტარი იყვნენ, ვისაც წყურია და შია სიმართლისათვის, ნეტარია ის, ვინც დევნილია. აი, ეს კრიტერიუმები ადამიანს არანაირ სიხარულს, არანაირ წარმატებას, ამ ქვეყნიურ წარმატებას არ სთავაზობს. ყველაფერი ორიენტირებულია რაღაცა სხვაზე, სხვა რეალობაზე, აბსოლუტურად სხვა რეალობაზე და ამიტომაც მაცხოვრის სწავლება, რომელიც ჩვენ მოქმედების აი ამ მორალურ ორიენტირებს განსაზღვრავს და ის სიყვარულს ეფუძნება, თავის თავში გულისხმობს აი ამ კრიტერიუმების მარადიულობაში ძიებას და არა დროებით სამყოფელში. ახლა ჩვენი შეხვედრის მიწურულს რეზუმირებასავე წარმოვადგინოთ ის, რომ მაცხოვარი თავის მიმდევრებს, ანუ იმათ, რომლებიც გადაწყვეტენ თავიანთი ქცევის კრიტერიუმებად აიღონ ის სწავლება, რომელიც სწავლებაც მოიტანა მაცხოვარმა, ადრის სამ რამეს, ეს არის ნათელი, მთაზე დაშენებული ქალაქი და მარილი. დათლისთვისება რა არის? დათლისთვისება ის არის, რომ მოეფინება ყველას.
ნათელი არა მარტო პატიოსანი ადამიანის, არამედ ავაზაკის ყურადღებასაც იქცევს და ეს იმ დროს, როდესაც ამ უკანასკნელს ხელს არ უშლის თავისი სწრაფების აღსრულებაში. გარდა ამისა, ნათელი არ ბინძურდება, როდესაც ის ბინძურ ადგილებს ეფინება, არამედ უფრო გამოაჩენს ის ბინძურეს, რაც მის მოფენამდე არსებობდა და თავს მალავდა. ასევე არიან ქრისტიანები. მათი მყოფობა თუნდაც შედარების დონეზე გამოაჩენს ყოველგვარ არამართებულობას და მიუხედავად ამისა, მათ არაფერი გაეკარებათ აი ამ სიბინძურიდან და ამ დაკლონებალებიდან. ამიტომაც ხშირად არის აი მაცხოვარი ეუბნება თავის მორწმუნეებს, რომ თუ მემდევნიდე თქვენს გდევნიან. თუ მე არ მივიღეს, თქვენც არ მიგიღებენ. რატო? იმიტომ რომ თქვენ ატარებთ ისეთ რაღაცას, ჩემგან გაქვთ მოცემული ისეთი რაღაცა, რომელიც ამ სოფლის სიმძიმეს და ამ სოფლის ცოდვიანობას წარმოაჩენს. და ამ სოფელს ეს არასოდეს ეს სიამოვნება და თქვენ ყოველთვის დევნას დაგიწყებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანის ცხოვრებაში, როდესაც ყურადღებას აქცევს სოფლისადმი ამ შემწყნარებლობის, მიმღებლობის კრიტერიუმებს. რამდენად შეიძლება ის სათნო იყოს სოფელს და სათნო იყოს ღმერთსაც. მეორე მხრივ, მთაზე დაშენებული ქალაქი, ეს გახლავთ ის სივრცე, რომელიც შეუძლებელია ვერ შეამჩნიო, აი რომ მიდიხარ თემში და უცებ ხედავ მთაზეა დაშენებული ქალაქი, შეუძლებელია ეს ქალაქი ვერ შეამჩნიო და ღმერთი ეუბნება ქრისტიანებს, რომ ის რომელიც ცხოვრობთ იმ პრინციპებით, რომელი პრინციპებით მე მაქვს მოტანილი თქვენთან, შეუძლებელია სოფელმა არ დაინახოს. შესაბამისად, თქვენი გამოჩინება ეს არის არა თქვენი საქმე, არამედ თქვენი ცხოვრების საქმე. როგორც იცხოვრებთ, ისე გამოჩნდებით. ამ შემთხვევაში თავად ქრისტეს სიმბოლოა და თუ ქრისტიანულად იცხოვრობს ადამიანი, მაშინ ამ მთაზე, ანუ ქრისტეზე დაეშინება და მისი გამოჩინება ამ მთის, ანუ ამ ცხოვრების შედეგად მოხდება. ისე რომ ადამიანი ცხოვრობდეს ცხოვრების რაღაცა ერთი წესით და ქადაგებდეს მეორეს და საუბრობდეს მეორეს და ამის გამოგვდოდეს თავის გამოჩენა, ეს ყოველად წარმოუდგენელია, რადგან ის მთაზე დაშენებული ქალაქი ამით ვერ იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ზოგადად უნდა მივიღოთ ხედველობაში ის, რომ მისიონერული ისტორია, ქრისტიანობის მისიონერული ისტორია გულისხმობს არა ლაპარაკს, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ ცხოვრებას. ცხოვრებით ლაპარაკს, ცხოვრებით ქადაგებას და ცხოვრებით ქადაგებას მოყვება ხოლმე სწორედ სიტყვით ქადაგება და ბოლოს მარილი ეს არის ის, რაც ხელს უშლის გახსნას და ქრისტიანი ეს არის ის, რაც სულიერად ქვეყნის ხწნას უნდა უშლიდეს ხელს. აი, მარილი ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჭრილობაში მოხდება და თუ ცოდვა ჭრილობად დააჩნდა კაცობრიობას, მაშინ ამ ცოდვაში ძლიერ მტკივნეულად მოხდა მას ქრისტიანობა, რომელიც ამ ქვეყნის დასამარილებად მოვიდა. ამ ტკივილს ვერ იტანს ცოდვა. ამ ტკივილს ვერ იტანს ეს დასახიჩრებული სოფელი და ამიტომაც ბუნებრივია მისი ხელის ფათორი ქრისტიანების და ამ ქვეყნიური მარულის მოსაშორებლად. მაგრამ მეორე მხრივ მაცხოვარი გვეუბნება მარილის განქარვების შესახებაც. თუ კი მარილი განქარდება, მაშინ რაითაღმე დაიმარილოს, მაშინ მარილი სასარგებლო არ არის სწორედ, რადგან ეს თვისება აქ დაკარგული და ჩვენ გვახსენდება მაცხოვრის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მოვა ძეკაცისა და ახავს კი რწმენას, ვის შორის მოძებნის მაცხოვარი რწმენას. თავისთავად ცხადია არა ურწმუნოებს შორის, არამედ მორწმუნეებს შორის, ანუ ჩვენს გასაგუნდაცვავს მაცხოვარი ამ კითხვას და შესაბამისად, როდესაც საუბრობთ რაღაცა თემებზე, სოფლის აღსასრულზე, აპოსტასურ ეპოქაზე, მაცხოვრის მეორად მოსვლაზე და ასე შემდგომ, ჩვენთიც არ უნდა ვიშვენდეთ რაღაცა სხვა მიმართულებით, რადგან თუ კი სამყაროს აქვს კრიზისი, ეს კრიზისი იმის ებრალია, რომ მარილი ვეღარ ამარილებს, ის განქარვებულია, ანუ პრობლემა უნდა ვეძებოთ ჩვენში, პრობლემა უნდა ვეძებოთ მორწმუნეების შიგნით და არა სადაც ეს პრობლემას აძებნიან და არც მოეთხოვებათ. შესაბამისად, ქრისტიანული ეთიკა ეს ცალკე აღებულს თუ ავიღებთ, ცალკე ვერ ავიღებთ, ჩვენ თავში ვეთქვით, მაგრამ ცალკე აღებულს თუ შევეხებით, ეს გახლავთ ის, რაც ადამიანს კარდახობს, აძლევს ქცევის იმ მორალურ კრიტერიუმებს, აძლევს იმ საზომს, რომელიც თავად ღმერთმა მისცა ადამიანს და ის ერთადერთ ჭეშმარიტებას და სიკარგეს წარმოადგენს. ამით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. დიდი მადლობა, გემშვიდობებით.